ო, კარგად ვარ. ასტანაში ვარ. არა, კაცო, რა ყაზახეთში. გორში როა სასტუმრო ასტანა, მაგის რესტორანში ვარ არგოში. ჩემი გოგოცი ნიშნობა. ო, მადლობა გენაცვალე, მადლობა, გაიხარე. მოკლედ ალბათ ზეგ წამოვალ აქედან რა და დაგირეკა მაუცილებლად. კი. ამ კვირაში აუცილებლად შეგეხმიანები. კარგი. აბა შენ. მოდი, ზახარო, მოდი. ერთი კი გაუნდა, ჩაგაშაშაკოლო. კე მოვედი. ის გალე შეფინდა იყო. ამა. ბიჭო შენ რაღაც უცნაურობები რომ მოგათხოლე ტონობითა ეს 20 ლიტრი ღვინო რომ მოიტანე ორა ნახევარი დავწურე და თამრობა სუძილზე დაიწყო Liu Michele, Liu Argantano, ჩემი თავი, Liu! რას მიშტერები ხარ, კაცო? გაეკიდე, გააგდებინე. აზრი არა, გაკიდებასო. მობეზრდება და დააბრუნებს რა. ხო, მაგრამ ივერგეს მერი, ჰა! როგორ მისახოცივით გადაიკიდა? აი ვერენა. აბა! დაჯეგით! უსიძეო ქორწილია! ნორმალურები ხართ საერთოდ? რა ხალხი ხართ ეგეთი? წავედით მამა. ეწყინა. ექვსი თვის შემდეგ. უკაცრავად 5 თვის შემდეგ. მედი ბიჭო დაელაპარაკი ამდენი თვია ხმარა მოუღია მოვკო დედართით აღარ შემიძლია რა. ხმა მოიღეს ეკეთილ ზაღლო შენა. რა გინდა? აჰა, ამოიღო. დაგველაპარაკე შვილო, რა თგვიხეთ ქავგულსა. რა იყო ბიჭო ქალის გულის ეგრე ჩამოგდირის თავპირი, ჰა? რა არის ქალი? გზელი წვევი და სხვანაირი ხმა. ეგრე დედა შენა ისე და მაგარი ქალს უყვარდი მიმატოვა. მაშინ ცოცხალი აღარ მოყოფილიყავი. რა? რა იყო
რატო ქალო გაგეხუმრეი რა? შეწყობე ხუმრები ყომე რო ტახი შენი შვილი არ არისო. არ გეხუმრები. რაიო? აი, ყველა გეხუმრები. აი, მეც გაგეხუმრე და შენ ანუ ეგზავსები პაპას ბაბოსა. ვინ პაპას ბაბოსა? შენ პაპას ბაბოსა. ვის პაპას ბაბოსა? შენ პაპას ბაბოსა. ტახი. სად მიდიხარ? ტახი. სად მიდიხარ? ტახი. მე არ უნდა გაგვეშვა ეს ქალაქში რა. არ უნდა გაგვეშვა. ზუზუ! ზუზუ! ესე იხოთ მომყიდეს და რა მოუწიეთ კაცო. ზუზუ! ხო ტახი. მოდი საქმე მაქვს შენთან. გისმენ ჯიგარ. 30,000 ლარი მინდა რა 2-3 დღითა. ხო მშვიდობა. ხო, მშვიდობა არის, უბრალოდ დამჭირდა რა. ო, კარგი. ჩემ ქალს დაურეკა მე ხლა და სად დადო ვკითხავ რა. მეზარება აღება. რა გინდა ისე მითხარი? აიღე ქალო 800 გიგაბაიტი ინტერნეტი მაქვს ნაყიდი და დამახარჯინეი რა. რათ იღებდი ამდენს? იაფი იყო და. იაფი იყო არა. სად დადეი ფული ტახის უნდა? რამდენი? 30,000 რა. ფარშევანგის გალიაში ნახე. იქ უნდა იდოს. ო, კარგი. რა უნდა ბიჭო ფარშევანგის გალიაში ფულსა? შეყავ ერთი ხელი მიდიება. აბა მიდი. არ მელაპარაკები? რა გინდა, ხანო, რა გინდა, რატო გამიმწარე ცხოვრება, ჰა? შემეშვი დამანებე თავი. საცოლეს ხო დამაშორე, ქორწილი ხო ჩამიშალე. ვინახან შენ რა დემონივით გამოიმეცხანე ცხოვრებაში. არ მიყვარხარ მეთქი, გაიგე რა. როგორ არა, შენ ვერ ხვდები უბრალოდ. საიდან მოგაქ, ანუ ეგ სისულელეები. არ მიყვარხარ მეთქი, გითხარი უკვე. ხო იცი, შენს გვერდით ვერავინ ვერ იქნება ჩემს გარდა. არავის არ გავახარებ. ტახი! მოდი აჰა, გამამრთი ფული. ბიჭო, გამოდი, დროზე სარეცხი მაქვს შესაყრელი. გამოვდივარ, ხო, გამოვდივარ. ბიჭო, ვარ დაადგას. ვარ გაცდი შენს გემოზე ყავის დალევას. არ მიდიხარ დღეს სამსახურში? იგავალ ცოტა ხანშიაც. ბერიონ, პური ამოსატანი ჩადი. ხო შემჭამა ამ ქალმა რა უნდა რა ჯანდაბა უნდა დილიდანში. ბერიონ, გისმენ დედის მაგვარო. რა კაც ხასიათზე ხარ დილიდან? რავი, ცუდ ხასიათზე რატო უნდა ვიყო? პრინციპში მართალია, ცუდ ხასიათზე რატო უნდა იყო? აწყობილი გაქვს ცხოვრება ჩემს სახლში.
მე გეუბნები დედიკო, ავდგებით, გადავალთ ცალკე და ვიცხოვრებთ ხო? მაგრამ არ გვიშვებდა. სად გადახვალ ბიჭო, სად დამოუკიდებლად ჩაი ვერ დაგილებია. იყურე ახლა აქეთ იქით. ჩადი. აი რა გჭირს, ეს კიდე 1-5 წუთი მაცადე ჩავალ და ამოვიტან მაგ პურს, რა გშია ასეთი. აი მე ხალხო რა გჭირთ, მე ჩავალ რა. აი მე. დიდე დარგიზარება. ჩავა ვერიონი კაცია მაინც. ხო, ეხა ოჯახში პურის ამოტანა რა ქალი საქმეა, ჩავალ და ამოვიტან. დედა, აი ამ პატარა პირში ამხელა ენა როგორ გეტევა ნიტაკამაგებინა. დილიდან იმდენი ილაპარაკე რომ წნევა მამიწია და ამხადა თავისკავა. ხო და ეხა მაგ წნევას მე დაგიწევ ქვემოთ. დახუჭე თვალები? რა? ვერ ეღირსები მაგას. აი რა გჭირს, 2 წამით დახუჭე თვალები, რაღაცა სიურპრიზი მაქვს. მატყუებს რაღაცას ხო? მე არ ვიცი დახუჭე რა. აი ეს შენ. ეს რა არის? ეს მანქანის გასაღებია. მანქანა გიყიდე რა. აი მე რა საყვარელი. ანა. მანქანა რატომ მიყიდე? დილით ადრე ადგომა და ბაზარში წასვლა რომ აიცილო თავიდან. მანქანა მიყიდა ბიჭმა. მანქანა მე კი არა, შენ თავს ვყიდე, მაგრამ მაინც კარგი ბიჭი ხარ. მოდი გაგოცე. მადლობა. ხო. აბა, წამოდი ვნახოთ, სად არის? მაჩვენი სად არის მანქანა? აი ეს მანქანა პროფილაქტიკაში დავტოვე რა. პატარა მინიმალური რაღაცეები ხელის შევლება უნდოდა და ხვალ წესით მზად იქნება და ჩაგაბარებ, გაბრიალებო ჩაჯეკე. კაი ბატონო. ასე იყოს. უი, ვერიონ. ისმენ. პურზე რო ჩახვალ, არ დაგავიწყდეს, შენი მანქანა გაზომე შიგნიდან, მაინტერესებს ჯაკუზი თუ ჩაეტევა. ჯაკუზი რა გინდა? ჯაკუზი რა თმინდა? შამაია უნდა მოვაშენო. ჯაკუზი რა თმინდა, ბიჭო და ვიყიდე და უნდა მოიტანო. მე სადაც იყიდე, დარეკე და მიტანის სერვისი ექნება და მოგიტანენ, ჩვეულებრივად. სამწუხაროდ არა აქვს მიტანის სერვისი. მაშინ აპოჩე მანქანაში ვერ ჩავატე კაცო. მაშინ გაბრძანდი ელიავაზე, იქირავე მანქანა და იმით მოიტანე. აი გეხვეწები, ეხა მეზარება და მაგხელაგზაზე ნუ მატარებ შენს კიდე რა. მაქსიმის აპლიკაციით გამოიძახე ჩვეულებრივად. ბიჭო, შენთან თუ არ ეტევა, სხვასთან როგორ ჩაეტევა? ბიჭო, სატვირთო გამოიძახე და მოგიტანენ. როგორ? არ ვიცი მე. ჩემი დედა, მეწაი, მომე ტელეფონი და მე გამოგიძახე. აჰა. რა უნდა ამის გამოყენებაც? აი, აქ შეხვალ. აი, ასე შედიხარ. ო, აი. სატვირთო. დაჭერ. აქ მოიტანო, ხო? აბასად. ოპ. ეგა. სადა? უი, კი. რა დრო დადგა? აპლიკაცია უფრო გამოგადგება ვიდრე სიძე. სასწაული. ავედი მე. პური არ დაგავიწყდეს. კაი. წავიდა ის კაცი? კი. საწავიდა კონტრაქტზე ხელი არ მოუწერია და მე რა დაბნეული დატის ეს ხალხი რა. მომეცი აბა ნომერი დავურეკავ. ეხავე. როგორ ხართ? ევარ მოსულა. დარეკ აგვიანდება. მოკლედ. ახალი ამბავი მოგვქენთვის. დღეს მოვა მაქსიმის ახალი პარტნიორი და მე გადავწყვიტე რომ თქვენი მუშაობთ მასთან. როგორ ახალი პარტნიორი? თქვენ აღარ იქნებით ბატონო გია. რა გჭირს ნინი? ნებისმიერ შეუძლია გახდეს ჩვენი პარტნიორი, პირველად გაიგე? ეგრე ხო? კაცია?
კაცია. რამდენი წლის არის? ასე 40-მდე იქნება. სიმპათიურია. მოვა და შეაფასეთ. გიო, წამოშენ ჩემთან საფრთხე. მოდი. მიდი. კარგი რა, დავიღალე რა, საქმე მაქვს ამდენი რა. რა კარგი, აბა სამამდეო. მოდი რა, სამამდე, ამდენი საქმე გვაქვს. ნუ წუწუნებ რა, საქმე იმდენი მაქვს ერთ წელს ვერ გამოლევ. მიდი. აჰა. მოდი. 1 2 გაუმარჯოს. გაუმარჯოს. გამარჯო. რა ვქენით, აბა მოურჩით? რა მოუჩით, ჯერ არც დამეწყვია. არც დაგიწყია? აბა ხვალ იქნებაო? ხო, ხვალ იქნება. აუ, არა და დღეს მინდოდა რომ წამეყვანაჩ. ჩამოდი. Exactly. მე წაიყვანე და მოიყვანე ისე ხვალ. რანაირად წავიყვანო, არ დადის და. მაგაშია საქმე, არ დადის. მასდი გაკეთებას? ვიდე შენ კიდე რამდენს ფიქრობ? აჰა, ესეც 30, აი. აი ეს დამადგა თავზე ეს. ვერ დავინახე რა ქვადასვე. რაც დავსვი მანდარი, აი. მიდი. მომისმინე ერთი წამი, ეშველება რამე ამას? ეშველება ხო ბიჭო? აგას კი ეშველება, მაგრამ ამ ჩათლახს ბეში არ ყავდეს ახლა. დადე, ძმაო, ერთი წამი, ეგ დომინო და მომაქციე, ყურადღება, ხო შეიძლება? 1000 საქმე მაქვს, მეც მოცლილი კი არავ. რა გინდა, ძმაო, რამდენი საქმე უნდა გავაკეთო ერთად? მოდი აქ ერთი წუთი ჩემთან. ნა. ვახში. ხო, ჩემო ძმაო. ბიჭო, რავი, კარგად, ნორმალურად, შენ რა ვახარ? მართლა? კაი. არა, რა შევწუხდები, შენს მოპასკებიცები 1 საათში მანდ ვარ, ბიჭო. კი, 1 საათში მანდ ვიქნები, ხო? დამირეკე რა და 1 საათში აი ადგილზე ვიქნები შენს მოპასკებიცები. აი, მიდი ხო, მიდი. აი ძმაო, აი ესეთი მომიტანე. დაშილებში ექნებათ. აი მე წავალ დაშლილებში. და ხვალ შემოგირბენ მაშინ, აი? აი. აბა ჰე. კარგად. აი, შეჩემა, ეს ვაფშე სხვა მანქანის ნაწილია. არ მომეშვა აბა. მომიხედე შვილო. 5 ლიტრიანითა გოგლი-მოგლი ჩაგიდე და როგორც კი ჩახვალ ეგრევე მაცივარში შეინახე არ გააფუჭო. რა თმინა 5 ლიტრა გოგლი-მოგლი? ძუძუგო ჩამოიტანა ფარშემანგის კვერცხია, წვებს ამაგრებსო. ახლა სიმინდს მოგცემდი გაგატანდი, მაგრამ ვინ უნდა დაფხოს აბა? სიმინდი რა თმინა ქალანში, ქალო? შარვალი ჩადე? ხელის საპონი ჩავდე და შარვალსაც ჩავდებდი მა. ეგრაბერი შედაგიჭირავს. მოიტა მეორე წაიღე. რა მეორეს მოვცემ, კაცო, ჩალაგებული მაქვს უკვე, ნუ გამომალაგებინებ. ბიჭო, გადმოალაგეი, რა სიტყვია, ქიშოს ბიჭიო, ქალაშიო, წითელი ჩავდი დადისო, როდის აქეთ გახდა შენი ბიჭი? რაი? კარგით ეხლა, ხო, კარგი, დამშვიდი და დაწყნარდი და გამაცილეთ ნორმალურად. ვარსო გაგიჟდება ხოლმე. აი მოვიდა უკვე. გამარჯობა. აბა, როგორ ახართ? გაგიმარჯოს. წავედით? წავედით. აი. აბა. გაუშვი ხელი, არ გატეხო არაფერი, ბიჭო, დადი. გატიყავით. აბა შვილო, სუკეთილ გზაზე იარე, გენაცვალე შენა. სუკეთილ გზაზე გევლოს, კარგად იყავით, აბა.
ეხლა ლანჩი პრომოტის და ენ დავშენ. ჩემო ძმაკაცო, ამას ვის ახედავს ჩემი თვალები? როგორ ხარ, გენაცვალე? რავი, ამა, როგორ უნდა ვიყო? ცოტა უკეთესად. ეს რა მაგარი რაღაც გაგიხსნი, ბიჭო. ბუფეტი, ხო, ბუფეტი. ძალიან მაგარია. შენია? მარა კაცო. დრავის მოუტყან მამგონი ძმაო რა. მე მაგ ბიზნეს აღარ გევეკარები. ეგე? რა გულიცა რა? მარა შენ როგორ ხარ კურკაო? რავი, არა მიშავს რა. მამისუნეთ ეხლა თქვენ მოშიებულები იქნები. მაიტა ეხლა დავსდეთ და კარგი პური ვჭამოთ ძმაო. ეგე? ხო ხედავ, სულ ყველაფერი მაქვს ძმაო, საჭმელი. იგეთი საჭმელია, იგეთი გემრიელია, რომ ცოლ დაგაშორებს ადამიანს რა. რიცა კაცო, ერთი კიდე ცოლზე დაშორება მინდა? აბა მე მკითხე. კარგი, ხო, ვიხუმრე, კარგი. ლელაო, მაიტა დატრიალდი რა. აი, მაშინ ახლა არ გვეჭიდაო რა, პირველად ვარ და უნდა გადავიხადოთ, ხო ხვდები? რასავ, ბიჭო, რასავ. რა უნდა გადაიხადო, სულ რო გაისკიდე ჭამით 3 ლარის აი ვერ შეჭამ შენა. აბა ერთ შეხედე ჩემ თავს, აი გიხარ. ლიუ როგორ არის? მაიტა მაგ თემაზე არ მელაპარაკო რა. რა აღარა უცადე ძმაო და არ უნდა შენი გაგონება და რა გავაკეთო მითხარ რა. შემახვედრე რა. მაიტა წამო ჯერ პური შავჭამოთ და მაგაზე მე ვილაპარაკოთ რა. წამო მოდით. ლელაო, ყემალი წამაიღე გრაფინკით რა. წვანე უთხარი ბიჭო, წვანე. წვანე. კი. რომელი საათია? რაღაც ძალიან იგვიანებს. დამშვიდით, მოვა. ნეტა ქერაც მაქვს თუ შავი? ჩემი აზრით ცისფერი თვალები. აბა, გაიცანით თქვენი ახალი უფროსი? აქ მოშავ შედა. ბატონი მალხაზი. აი თქვენი ადგილი. ტახი მახო მქვია მე. დავზანდით გთხოვთ. აბა თქვენ იცით, ყურადღებით. ალო. არ მუშაობს ესა? ასე არიციან დირექტორებმა? მაპატიეთ რა დამაგვიანდა. არა უშავ დაჯექი. არა. იყოს. აი მაშინ იდექი. აბა ხალხო, გაგიხარდათ მესამე სეზონი რო დავიწყეთ? მე ძალიან მიხარია. ხო ხედავ როგორ გავიქაჩე. უფრო და უფრო წინ უნდა წავიდე და წავიდე. თუ სერია მოგეწონათ, დაალაიქეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი.